გარდაუვალი. იმიტომ რომ თქვენ პრობლემებს ვერ დაინახავთ, ის თქვენ პრობლემებთან გამკლავებას ვერ დაიწყებთ და არ დაიწყებთ, ეს არის უკვე ნათელი, ეს არის უკვე დიაგნოზი, რომელიც ნათლად რამოდენიმეჯერ არის დადასტურებული. ბატონი ირაკლი წინა გამოსვლების დროსაც ძალიან მომახიანი იყო და მისი გამოსვლები მაშინაც ისეთივე ცარიელი იყო როგორც დღეს, იყო მისი გამოსვლა ცარიელი და მაშინაც სავსე იყო ტყუილებით და ერთადერთი ვინც საქმდება მისი ამ გამოსვლებით, შემდგომ არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეისწავლიან მის გამოთქმებს და როგორც წესი დასტურდება, რომ ის ძალიან ბევრს ტყუის. და ეს ტყუილები ძალიან ბევრი სახეობის არის, მაგალითად მისი ესეთი გამონათქვამი, რომ არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია. გადამოწმებულია მისი ეს გამოთქმა და ეს გამოთქმა არის ტყუილი და საპირისპიროს ამტკიცებს გაეროს ანგარიშიც, ევროკავშირის ანგარიშიც საქართველოში სიღარიბე სამწუხაროდ გაიზარდა. გამონათქვამები, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5% გადააჭარბებს და ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, ეს ტყუილია, გადამოწმებულია, ესეც ცარია მეწილად ეს გამონათქვამი. არსებობს ტყუილები, რომელიც ციფრებით მანიპულირების, ასე ვთქვათ, იმას ემყარება მეთოდს, რომ მაგალითად 2 წელიწადში საქართველოსთან ექსპორტი გაიზარდა 24%-ით, ამ პერიოდში ევროკავშირთან ექსპორტი გაიზარდა 70-ით. მეწილად ტყუილია, დღეს ბევრი ასეთი ციფრი მოისმინეთ. არსებობს ტყუილები, რომელიც არ ითვალისწინებს წინანათქვამ ტყუილებს და ტყუილებში არევის ერთ-ერთი სახეობა ესეთი არის, რომ წინა ძველი გამონათქვამი ჩვენ მოვახდინეთ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგის ინტენსიფიკაცია. წინა ტყუილი ეს იყო და დღევანდელი ტყუილი იყო, რომ საერთოდ ეს დიალოგი როგორ უნდა დაწყებულიყო, როცა ამ დაწყების საფუძველი არავის არ ჩაუყრიაო და იტყუებითო, ანუ ერთი ტყუილი, რომელიც მეორეს ეწინააღმდეგება. მაგალითად ესეთი ტყუილი, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ ბიუჯეტის კორექტირება, წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა და ისე წარმოაჩენდა თითქოს 100%-ით დასრულებდა ბიუჯეტს. ცარია, ტყუილია, ლარის კურსის ვარდნა გასულ წლებში ძალიან ბევრჯერ გვინახავს. ტყუილია, კორუფციული სქემები იყო, მაშინ ეს საყვარელი ტყუილის სახეობაა 9 წელთან დაკავშირებით. კორუფციული სქემები იყო მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი ოჯახის წევრებს ლარად აძლევდა სახელმწიფო ქონებას. ეს არის ერთ-ერთი